უმძიმესი დანაშაულები და კონკრეტული ფაქტები, რაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს უკავშირდება. პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დანაშაულების შესწავლა დაიწყო. ქართული ოცნებისთვის კომისიის მუშაობა არის ისტორიული პროცესი, რომელიც საბოლოოდ ამხელს სააკაშვილის რეჟიმს. ნინო არღულიანი თემის დეტალებით. ქეთი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საკუთარ მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცესები არალეგიტიმურია, თავად ამ პროცესებს თვალს ყურადღებით ადევნებს და როგორც ირკვევა ეშინია კიდევაც. ამის მაგალითია საგამოძიებო კომისიის ხდომა, რომლის შემდეგაც ამ ხდომაზე დასახელებული პირები სოციალური ქსელით ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებას და მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ეს ქმედება დასჯადია, საგამოძიებო კომისიასთან მუშაობას არაპირებენ. ასეთი იყო დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ სწორედ ის აწერდა ხელს იმ ოქმს, რომლის მიხედვითაც 2004 წელს ორ ოლქში არჩევნები გაუქმდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არსებული შედეგები ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობდა. ქართული ოცნება ისტორიულ პროცესზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, როგორც თავად განმარტავენ, საზოგადოებას დეტალურად ექნება ინფორმაცია, მათ შორის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპულ სასამართლოებში მტკიცებულებები ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. ასევე ექნება ინფორმაცია წამების არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი სწორედ 2003-12 წლებში ჰქონდა. არ უაპირებს სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის გამტკიცება ან და ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენერჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია. ეს არის ფორიგი ფარსი, ყველა რეჟიმი, რომელიც ხალხს ვერ თავაზობს ვერაფერს, დაკავებულია წარსულის რევიზიით. თავარი პრობლემა არის არა ჩვენი 20 წლის უკან გავლილი საკითხები, არამედ თავარი პრობლემა არის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოს აგდებს იზოლაციაში. ჩვენ წინა საარჩევნოდ ჰქონდა დაპირება, რომ მაგალითად ის ბოროტება, რომელიც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისი გუნური პოლიტიკით ქვეყანას დააკარგვინა ტერიტორიები და გვახსოვს რა ხელობედურება მოიტანა 2008 წლის ომმა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული. ერთ-ერთი მიმართულება. ყველა დამნაშავემ იმ ღალატისთვის, რომელიც ჩაიდინა, უნდა აგოს პასუხი. ამიტომ ამ კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს გაიგებს საზოგადოება, იმიტომ რომ ყველა კითხვას, რომელიც არსებობს ქვეყანაში და საზოგადოებაში, უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. საუბარი ეხება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევას, მათ შორის ომში ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას, მათ მოქმედებას, მათ გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ. თუ ეს აქილიკო და დასაცინია, რა ვიცი, გიგულავა სინდისზე იყოს. ჩვენი ამოცანა დავადგინოთ სიმართლე. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დარჩება ისტორიას და იქნება ასახული ის ისასტიკე, ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩაიდინეს მაღალი თანამდებობის მქონე პირებას სააკაშვილის რეჟიმს. თუ არალეგიტიმურია და თუ არის ასე ვთქვათ არაფრის მომცემი, მაშინ რატო გეშინია? სხვათა შორის CSKO-ს წარმომადგენელმა ის მტკიცებულებები შემოგთავაზა, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ დადგინდება ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას მიტაცებული აქვს ხელისუფლება 2004 წელს არჩევნების დროს, იმიტომ რომ ორი დიდი ოლქი არის გაუქმებული. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ეს დადგენილი. ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მძიმე იყო ის განცხადებები, რომელიც გუშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გააკეთა. გუშინ ასევე მოусმინეს CSKO-ს, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა პარლამენტში პარასკევს იქნება.